ჩვენმა მაყურებელმა და მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ამ უწყვეტი პროტესტის ფონზე 2200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი არის იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უერთდებიან პეტიციას. პეტიციის შინაარსი კი არის ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა და ასევე რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. გაფიცულია ძალიან ბევრი ბიზნესი. ეს ცხადია ძალიან კარგად იცის ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა და რა კრიზისიც იქნება ამ ფონზე ქვეყანაში, ესეც ძალიან კარგად ცნობილია მისთვის და ქართული ოცნების რეჟიმისთვის, ამიტომ ერთგვარად რაღაცნაირად გადაწყვიტეს, რომ ამ ბიზნესს დალაპარაკებოდნენ. უნდა ითქვას, რომ გაფიცული ბიზნეს კომპანიების დიდი ნაწილი და ვინც ამ პროტესტის აქტიური მონაწილეა, ახლა არ იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციაში ეგრეთ წოდებულ პრემიერთან შეხვედრაზე, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ბიზნესმენის პოზიცია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ეს არჩევნები უნდა დაინიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო გაღრმავდება ის ეკონომიკური კრიზისი, უკვე რომელიც ძალიან თვალსაჩინოა და კარგად ჩანს და განსაკუთრებით იანვარში და თებერვალში ეს ვითარება კიდევ უფრო გართულდება. ცხადია, ძირითადი ნაწილი, ვინც იმყოფება ახლა კობახიძესთან შეხვედრაზე, არიან იმ ბიზნეს კომპანიების, ბიზნესის წარმომადგენლები, ვინც დაახლოებულია ქართული ოცნების რეჟიმთან, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ პირების ნაწილმა თავი შეიკავა, ესაუბრა საერთოდ მედიასთან, ან ჩუმად არიან, ან ამბობენ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ განცხადებას და ისაუბრებენ მედიასთან, რაც შეეხება პროტესტში ჩართული და მონაწილე ბიზნესმენების ნაწილს, ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი გზავნილით მივიდნენ ახლა კობახიძესთან, რომ ახალი არჩევნები და პოლიტიკური ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე ისაუბრონ. არ ვიცით, მართალი გითხრათ, დაბარებული ვართ ბიზნესის წარმომადგენლები, მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ვართ დაბარებული და მაინტერესებს მოусმინო რა არის მათი პოზიცია. ეხა კითხვა რომ რა უნდა ვთქვა და რა თქმა უნდა პოზიცია აქვს ჩვენი ყველასი არის ის, რომ რაც არის გასაკეთებელი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, უნდა გადაიდგას რაღაც ნაბიჯი. რა თქმა უნდა გადაიდგას ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს და თუ საჭირო იყო რომ იქნება რომ კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგას, უნდა გადაიდგას ეს. მაგალითად ხელახალი არჩევნები ეკონომიკური კრიზისთან სხვა გამოწვევებთან. ძალიან გთხოვთ. მე მართავ აეროპორტს და პოლიტიკაში ნუ გამრევთ რა. მე ერთადერთი შემიძლია ის თქვა, რომ ჩვენ გვჭირდება აეროპორტს სტაბილურობა ქვეყანაში. გამოსავალს შემიძლია. თქვენ წინადადებებს შეთავაზეთ. აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი აზრი ბიზნესმა დავაფიქსიროთ. ხომ იცით, რომ დავაფიქსირებთ. ეხა ბიზნესზე პირდაპირ აისახება ეს ყველაფერი და მომეცით საშუალება, რომ შევიდე და არ ვიცით, იცი რა, ჩემს გარდა არის 80 კაცი, 100 კაცი, როგორც ვიცი, ძალიან ფართო მასშტაბი. თუ მომეცა აზრის გამოხატვის საშუალება, აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემ აზრს. იცით მე რა საკითხი ვარ მოსული. და გეკითხებით ახალ არჩევნებზე ან მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე. ნუ რა თქმა უნდა რთულ მდგომარეობაშია, ხო? ყველა ხვდები დღეს გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ, ანუ ტურისტი აღარ ჩამოდის, სტუმართმასპინძლობის სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ასე გარკვეული სექტორები და პერსპექტივა არ ჩანს. პერსპექტივაში როგორ წარმოგიდგენიათ კრიზისიდან გამოსავალი? ახალ არჩევნებზე ისაუბრებთ, თქვენ უერთდებით ბიზნესის პროტესტს. თავარია, მე ვფიქრობ, რომ თავარია მოხდეს დეესკალაცია, დეპოლარიზაცია, იმიტომ შეუძლებელია ესე ცხოვრება. ხო, შეიძლება არჩევნები იყოს ამისის გამოსავალი ერთ-ერთი, დაველოდოთ რა სიტყვის პრემიერ. დღეს გავივლით ყველაფერს. ეხლა თქვენი პოზიცია როგორია ეხლა, რასაც აჯობთ? ეს ნორმალურია ქვეყანაში რა ვითარებაში? არ არის ნორმალური. და როგორ წარმოგიდგენიათ გამოსავალი? აუცილებლად ნოვისაუბროთ. არჩევნებში ხედავთ გამოსავალს? ეხლა ვისაუბრებთ მაგაზე. მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე, სანქციების ფონზე. აუცილებლად უკაცრავად. მაგვიანდება. არის რთულ ვითარებაში თუ არ არის ეს? ახალ არჩევნებზე კრიზისიდან გამოსავლის გზა. შეიძლება როცა გამოვთ მაშინ ვისაუბროთ. თქვენ როგორ მიგაჩნიათ ქვეყანაში ნორმალური ვითარებაა ახლა? რა თქმა უნდა საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ბიზნეს პროტესტს თუ უერთდები. როცა გამოვთ მაშინ ბიზნესი მდგომარეობაშია ეს შეგიძლიათ. როცა გამოვთ. როცა გამოვთ. არ ვიცი. გამოსავალია თქვენი აზრით. რთული ვითარებიდან. ამ რთული ვითარებიდან.
ქვეყანაში მძიმე კრიზისია, რომ გითხრათ. თქვენი პოზიცია როგორი არის? ახალი არჩევნების გარდა. ზოგადად სიტუაცია ბიზნესის რა თქმა უნდა კარად არ მოქმედებს. და როგორ წარმოგიდგენიათ ამ კრიზისიდან გამოსავალი? ხელახალ არჩევნებში ხედავთ გამოსავალს? რაში ხედავთ? მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრებთ, რაც აუცილებლად მოყვება სანქციებს. აი რა გიჭირთ ყველაზე მეტად? სტაბილურობა გვინდა. სტაბილურობა გინდა და ახალი არჩევნები არის ამის გარანტორი თქვენი შეფასებით? გაზე უნდა ისაუბროთ, ახალ არჩევნებზე თუ აპირებთ საუბარს. ნახავთ რა ვიცი. კრიზისი არის ახლა ბიზნესისთვის? ძალიან ჩამოვალ და ბიზნესი თუ არ არის? ჩამოვალ და მე გაგხსნით. ახალ არჩევნებში ახალ არჩევნებზე როგორც კრიზისიდან გამოსავლის გზაზე ისაუბრებთ. მოთხოვნას ბიზნეს ახლა უჭერს თუ სასათბურე პირობებში ხართ? ჩამოვალ და გაგხსნით. ესკალაცია საჭირო დღეს ქვეყანაში. როგორ ხედავთ ამ გზას? ეგეც დაფიქსირებული გვაქვს ადრინდელი არჩევნები და პატიმრობის გამოშვებით. ეს ბიზნესის პრობლემაა, დღეს პატიმრობის გამოშვება და ადრინდელი არჩევნები? არა, ქვეყნის. და ბიზნესს რა პრობლემა აქვს დღეს ამ პროცესებიდან გამომდინარე? ბიზნესიც რა თქმა უნდა სტაბილური მდგომარეობა მნიშვნელოვანი ხო ბიზნესისთვის. დღეს არ არის სტაბილური მდგომარეობა. ადრინდელ არჩევნებს გაყალბებთ. გავაკეთებ ახალ არჩევნებზე ისაუბრებთ, მოსალოდნელ კრიზისზე ისაუბრებთ. სანქციები. არჩევნებს ვიყავთ, რატომ იხავთ, ხო უნდა გითხრათ? შეხვედრად მოდიხართ და ესკალაცია. არჩევნებს რის როგორც მოისმინეთ განსხვავებული პოზიციის მქონე ბიზნესის წარმომადგენლები ახლოს ხედან მთავრობის ადმინისტრაციაში ერთ მაგიდასთან და როგორც მოისმინეთ ამბობდნენ პროტესტში ჩართული მონაწილე და პეტიციაზე ხელმომწერი ბიზნესმენები რომ ისინი თავის სათქმელს აუცილებლად ეტყვიან კობახიძეს რომ კრიზისიდან გამოსავლის გზა არის ახალი არჩევნები და თუ ეს არის გზა უნდა დაინიშნოს მაშინ ახალი არჩევნები მაგრამ ამ შეხვედრაზე არის ისეთი პროპაგანდისტი ქართული ოცნების რეჟიმის, როგორიც არის ნოშიკო ნამორაძე, მოლარე ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, როგორც მას უწოდებენ სხვადასხვა მკვლევარები, ვინც კარგად იცის თუ რა ბიზნეს ფლობს ის მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორ ცვლიან კანონებს იმის მიხედვით, რომ მოერგოს გარკვეული ბიზნესი ნოშრევა ნამორაძის ინტერესებს. მას დღეს აქ ჰქონდა ზუსტად ის პროპაგანდა მედიის წარმომადგენლებთან, რომელსაც ამ ხნის მანძილზე ვისმენთ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან, რომ მხოლოდ მშვიდობაა გამოსავალი და ეს მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ, რომ ქვეყანაში პრობლემა არ არის, ასევე ის პირდაპირ ამართლებდა იმ ძალადობას, რომელიც ნახეთ ამ დღეების მანძილზე თბილისის ქუჩებში და დაკავებებსაც რუსული მეთოდებით. ამ შეხვედრაზე შესვლისას არ მოგვცა ჩვენ მთავარი არხის ჟურნალისტებს, მისი დაცვის თანამშრომლებმა შესაძლებლობა, რომ კითხვები დაგვესვა ნოშიკო ნამორაზისთვის, მოკლედ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ, როგორი არის ქართული ოცნების მოლარის პროპაგანდისტული გზავნილები. რეალურად სიტუაცია დგას ისე, რომ აქ სიწყნარეა, სიმშვიდეა, 12 წელია ბიზნეს საშუალება მოეცა, რომ ამოესუნთქა. არავის სახში არ უვარდება, არ ხრეტენ ქუჩაში ადამიანებს და არ აწიოკებენ ბიზნესს, არ ართმევენ ბიზნესს არავის. აი ქუჩაში რა ძალადობაა მოქალაქეებზე ამას ვერ ხედა. მაგას ყველა სახში არ უვარდებიან? სახში არ უვარდებიან? ყველაფერი მასშტაბურად შესახედი. ზუსტად ყველაფერი გამიზნულად მოხდა იმისთვის, რომ ახალგაზრდები საზარბაზნე ხოსად დაეტოვებინათ იქ. დატოვეს 500 კაცი რო ცემეს და სახე დაალეწეს, ეს არ არის. ეს არ არის ძალადობა. ძალადობის, მაგრამ გეტყვით, ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზან მიმართულობა. აი ეს არის მიზან მიმართულობა დაინახეთ. 500 ახალგაზრდა რო სახე დაალეწილი. თქვენ იცით ზუსტად. ეხლა ავალ პრემიერთან რო ჩამოვალ გეტყვით შესაძლოა. სანქციები რომ დაუწესდა ქვეყანას. თქვენ უნერვიულობთ, მეც გადავიტან მაგ სანქციას მომან ჭოლეკ სანქცია. დიდი სიამოვნებით მივიღებ. ეს არ აწიოკებენ ბიზნესს, ფაქტია. ყველა არის წყნარა, ჩვიდად, არავის არ აწიოკებენ. რატო არ მიხდივი ყეს გადაიღეთ ხო? რატო არ მიშვა? 12 წლისი, 12 წელია დაისვენა ქვეყანა. არც უნდა გადადიმე. მიშვით ხო? რასაკეთე?
უკრაინაში მოგწონს რაც ხდებოდა? აი რაღაც მეჭიკავები. მე გეჭიკავები ხალხო მიმიშვით ადამიანამდე რომ რატო არ მიშვებ მითხარი? რატო არ მიშვებ? გამაგებინე სასოციალო მიხარ ხალხო. რა საკითხებზე ისაუბრებთ? ახალ არჩევნებზე, ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც მოსალოდნელი დღეს. არჩევნებზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ჩვენ საუბრობთ ეკონომიკაზე და მოვიდი გასაგება. ნუ რო გამბოვალ, ალბათ მერე ჯობია საუბარი, ჯერ ხომ უნდა გავიგე. რაიმე გეგმა არ გაქვთ რაზე მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს? და მოვედი და მაინტერესებს, იმიტომ რომ 30 წელიწადია ესეთ რეჟიმში ცხოვრობთ, ეს ქვეყანა და ჩვენც მათ შორის და ეხლა მინდა რომ გავიგო მომავალში რა გველოდება. როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება? მოკლედ თქვენ მოისმინეთ, რომ აი მაგალითად ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ნოშიკო ნამორაძე ისე თავისუფლად სუნთქავს, რომ მზად არის სანქციებიც მიიღოს, რომელიც უწესდება ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებს. ახლა შეხვედრა ისევ მიმდინარეობს, დაახლოებით საათნახევარია, რაც დაიწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გავიგებთ ალბათ, მოახერხეს თუ არა იმ ადამიანებმა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ეთქვათ თავიანთი მოსაზრება, რომ იმ პროტესტის ფონზე, რაც ქვეყანაშია შექმნილი, რომ გაყალბებული არჩევნების ფონზე არსებული კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა.